ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგვასწროს ერთად, ერთითა პირითა, ერთითა გულითა, ერთითა გონებითა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულითა. ქრისტე აღსდგა, ეს არ გახლავთ უბრალო მისალმება. ეს გახლავთ ჩვენი სულის ცხონების აქტი. დიდი ქართველი მამები ასეთი ხატოვანი სიტყვებით აღწერენ ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთის დამხობას. მოირთველა ქრისტემ ჯოჯოხეთი, მოიყურძნა ჯოჯოხეთი. ნახეთ რა ლამაზი სიტყვა. ესე იგი გამოკრიფა, მაგრამ სამწუხაროდ ვინც რთველში ნაყოფი ხართ, იქ კიდე რჩებიან ხოლმე, ხო? კიდე რჩება ხოლმე გარკვეული ტევნები და მე ნამდვილად არ მინდა ჯოჯოხეთში ვინმე დარჩეს, მაგრამ ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებას პატივს მიაგებს. ჯოჯოხეთი სამწუხაროდ კიდევ არსებობს და კიდევ არიან ჯოჯოხეთში ადამიანის სულები. ღმერთმა ინებოს, რომ ჯოჯოხეთი დაცარიელებული იყოს და ყველა ადამიანი ცხონდეს. თქვენ უკვე მერამდენეთ ბრძანდებოდით ლიტანიობაზე, მერამდენეთ გახვედით ტაძრიდან და შემოხვედით. იცით რას ნიშნავს? ტაძრიდან გასვლა და ისევ უკან შემოსვლა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძველი ცხოვრება უნდა დაუტევოთ და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ლიტანიობა რას ნიშნავს? აბა კარგად დაუკვირდით. როდესაც ჩვენ გავდივართ და ტაძარს გარშემო უვლით, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი უცხო ადამიანია ჩვენს გვერდით. ზოგი თანამდებობის პირი, ზოგი დროებით უმუშევარი, ზოგი მაღალი, ზოგი დაბალი, ზოგი ნაკლებად მორწმუნე, ზოგი მარხველი, ზოგი ბოლო შემოგვიერთა მარხვაში, ხო? ზოგმა საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ვერც იმარხულა, მაგრამ ისეთი თვალებით და ისეთი სინანულით მოვიდნენ ეკლესიაში, რომ მე მაქვს უფლება ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით, რომ აღდგომა ღამეს, ვინც მოვა მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მას უნდა სულის ცხონება, აუცილებლად მან უნდა მიიღოს ზიარება. კიდევ ვიმეორებ, ქრისტეს აღდგომა ეს არის ჩვენი გადარჩენის, ჩვენი გამოხსნის აქტი. მამა ექვთიმემ წაიკითხა იოანე ოქროპირის სიტყვა. ძველი ქართულია, ვიცი რომ ბევრმა ვერაფერი გავიგეთ ამ სიტყვებიდან, მაგრამ მინდა იქიდან ჩვენთვის გულის ხმის მყოფელი რამოდენიმე მუხლი ამოგიკითხოთ და ამით ჩვენ მივიღოთ ნუგეში, რომ მომავალში უფრო მოწესრიგებულები მოვიდეთ. ნახეთ ეს სიტყვა როგორ იწყება. ღვთისმოყვარე და კეთილმსახურნი. ესე იგი, ვინც ხართო ღვთისმოყვარე და კეთილმსახურნიო, თქვენთვისო გაიშალაო ტაბლა. ანუ თქვენთვის შეიწირა მსხვერპლი, თქვენთვის აღესრულაო წირვა და ლოცვა. ვინც მარხვა დაიცვა თავიდან, მიიღეთ შრომის და ღვაწლის საფასური. აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც თავიდან მოსამზადებელი კვირებიდან იყო აქ მოსული და აი მათ მიმართავს იოანე ოქროპირი. მიიღეთ შრომის და ღვაწლის საზღაური. ნახეთ რა საინტერესოა. ვინც იშრომა ეკლესიაში, რას ნიშნავს ეკლესიაში შრომა? ეკლესიაში შრომა, ჩემო ძვირფასებო, არ ნიშნავს იმას მარტო, რომ თავის დროზე მოვედი და თავის დროზე წავედი. სამწუხაროდ მორწმუნე ადამიანზე ამბობენ ხოლმე, რომ ეკლესიაში დადისო. არ არის სწორი. ეკლესიაში ტურისტებიც დადიან. თანაც ძალიან მრავლად. ეკლესიაში კი არ უნდა იარო, ეკლესიაში უნდა მოიმუშაკო, უნდა იმუშაკო, უნდა ილოცო, უნდა იქველმოქმედო, უნდა გაიაზრო ვინ იყავი და ვინ გახდი. უნდა მიხვდე იმას, რა გააკეთა ქრისტემ შენთვის და შენ რო ამას მიხვდები, იმას უნდა მიხვდე კიდე, რომ რამდენი ადამიანი ელოდება შენსავით ღვთის სიტყვას, მადლს, აღსარებას და ზიარებას. აი ამიტომ ის ხალხი, ვინც თავიდან ბოლომდე იმარხულა, არიან პირველი ჟამის ქრისტიანები, ვინც თავიდანვე მოვიდნენ ეკლესიაში
და მუხლჩაუ მეტანიები აკეთეს პირველ შეწირულის ლიტურგიაზე ესწრებოდნენ და თითქმის ყველაფერი შეასრულეს. მეორე, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთით, მადლიერებით იდღესასწაულეთ. ეს მოგვიანებით ვინ არიან? აი შუა მარხვაში რო შემოგვიერთდნენ, ბოლო კვირას რო შემოგვიერთდნენ, ხო? უკვე იციან ხოლმე როგორი მოწყალია მოძღვარი, როგორი მოწყალია ღმერთი, როგორი მოწყალია ეკლესია, მამაო შეიძლება რომ ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება შვილო, მაგრამ ძალიანაც ნუ დააგვიანებ, იმიტომ რომ კიდობნის კარები დაკეტილი არ დაგხვდეს და მე რამდენიც გინდა აკაკუნო შეიძლება რომ ვეღარ გააღო კარები. მოგესალმებათ რომ ოდესაც წარღვნა დაიწყო, წვიმდა და ნოე რო შევიდა თავის სახლეულთან და შეიყვანა პირუტყვებით, ჩაიკეტა, ჩაირაზა კარები და იქ უკვე ვერავინ ვეღარ შევიდა. ძალიან ბევრი აკაკუნებდა, ყვიროდა, ტიროდა, პატიებას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ შევიდნენ. ამიტომ ესეთი კარგი ქართული ანდაზა, ყველა ქართული ანდაზა ბიბლიიდან არის, ასე თქვათ, ნასესხები. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მე მჯერა რომ ის ხალხი, ვინც თავიდან ბოლომდე იმარხულა, არ გაბრაზდნენ იმაზე, როგორ მეც იგივე ზიარება უნდა მივიღო, ვინც ახლა ბოლოში მოვიდა, თუ შურიანი ხარ გაბრაზდები, მაგრამ თუ მართლა იმარხულე, თუ მართლა შენში აღდგა ქრისტე, ეს იცით ხო? ქრისტე აღდგა, მაგრამ თუ შენ გულში ქრისტე არ აღდგა, აზრი არ აქვს, როგორ უნდა გავიგოთ ჩვენს გულში ქრისტე აღდგა თუ არა. თუ დღეს თქვენ კიდე ვინმეზე გაბრაზებული ხართ, თუ დღეს თქვენში ვინმე უარყოფითი პერსონაჟი ცხოვრობს, თქვენში ქრისტე არ ამღდგარა. თუ თქვენ კიდევ გახსოვთ, ამან ეს გამიკეთა, იმან ის გამიკეთა, ამან ესა თქვა ჩემზე, სანამ ცოცხალი ვარ, არ ვაპატიებ. კი, ვაპატიებ ზედაპირულად, მაგრამ არ არსებობს. ესე იგი ჩვენ გულში ქრისტე ვერ აღდგება და იმახსოვრეთ კარგად. აი აქედან რო წაბზანდებით, ჩემო ძვირფასებო, მე ვიცი რომ უმრავლესობა აღარ მოხვალთ მომავალ აღდგომამდე. შეიძლება ვცდები და დამემტკიცეთ რომ ვცდები. როგორ უნდა გავიგოთ რომ ჩვენ გულში იშვა თუ არა ქრისტე? ჩვენს გონებაში უამრავი ფიქრი, ზრახვა და აზრი შემოდის. ხომ მე დამერწმუნეთ ამაში, ხო ასია? და სანამ აი ამ ფიქრებს, აზრებს და ზრახვებს მოქმედებაში მოიყვანთ, მანამდე შეეკითხეთ ქრისტეს, შეეკითხეთ სახარებას, შეეკითხეთ მოძღვარს. ეხლა ეს მე რომ გავაკეთო, ეს რო თქვა, ასე რომ მოვიქცე, ეს არის ქრისტიანული თუ არა? და თუ მიხვდები რომ ეს არ არის ქრისტიანული და ეს არ მოეწონება შენ ცოლს, შენ ქმარს, შენ სახლობელს, ეს შენი ქმედება პირველ რიგში ქრისტეს არ მოეწონება. ესე იგი შენს გულში დაბადებულა ქრისტე. მაგრამ თუ აქედან შენ გახვალ და საერთოდ დაგავიწყდება რომ გაზიარეს, ქრისტე რო აღდგა, მოძღვარმა რო გთხოვა, რომ აკუმულირება გაუკეთო დღევანდელმა ადრს, შენში ქრისტე არ დაბადებულა. და მესამე, კიდევ უფრო გვიან მოსულები. ნეტა ვინ არიან ეს კიდევ უფრო გვიან მოსულები? ვინც აღსარების თქმას კი ვერ მოასწრეს, ისე გვიან მოვიდნენ. მაგრამ არ გავბრაზებულ ვარ, არ დამიწყია ჩხუბი, ხო, ყველას უთხარი, ეზიარეთ, ჩემო კარგებო, ეზიარეთ. რატო? იმიტომ რომ აღდგომა ღამეს რომ არ გაზიარონ, ამაზე დიდი სასჯელი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. რა ვიცი კიდე მოხვალ მერე? ხო შეიძლება გაბრაზდე, განმიკითხო. ამიტომ ეკლესიამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და იცით რა თქვა ასეთ ადამიანებზე, ვინც ბოლოს მესამე, აი მე-9 ჟამზე რო თუ მე-12 ჟამზე რო მოვიდნენ, ნუ დაეჭვდებით. თქვენ თვითონ შეიძლება რომ დაეჭვდეთ, რომ ამდენი ხანი არ ყოფილვარ. ამდენი ხანი არ ყოფილვარ და მამაო მაზიარა და ნეტა რა ხდება, რატომ მაზიარა, რამე ხო არ ამჭირს, რამე ხო არ მელოდება, არაფერი არ გელოდება, ჩემო ძვირფასებო. ასეთი უცნაური და მოწყალე ღმერთი გყავს. ასეთი საოცარია ჩვენი ღმერთი. ჩვენ ხო მუსლიმანები და იუდეველები არა ვართ, რომ წესებით და კანონებით დაგიწყოთ საუბარი. კანონებით და წესებით ჩვენთვის შეიქმნა, ჩვენ კი არ შევიქმნით მისთვის. მაგრამ
ერთხელ რომ მოხვედი გაზიარე, მეორედ რომ მოხვედი გაზიარე და კიდევ რო გგონია მესამედ და მეოთხეთ რომ მახსოვს რომ შარშან მამაო ბოლოს რომ მივედი აღსარების გარეშე მაზიარა და კიდევ ასეთი შემოსვლა გინდა ეკლესიაში არ უნდა იყოფთ ლათ კარგი ქრისტიანი. ამიტომ მადლობა უთხრათ ჩემო ძვირფასებო ჩვენს ღმერთს. მადლობა უთხრათ ახლად შესვენებულ ჩვენ სულმნათ პატრიარქს, რომელმაც ფაქტიურად მთელი საქართველო მიიყვანა სამების საკათედრო ტაძარში. ძალიან მეეჭვება რომ ის ხალხი ვინც მის პანაშვიდებზე მოვიდა დღეს უმრავლესობა მაინც ეკლესიაში იყო ან გარდა მოხსნასთან მაინც მოვიდა. მაგრამ ალბათ დაფიქრდებიან რომ ის წყინვალე პატრიარქი რას ქადაგებდა ასეც გადაშლიან მის ტომეულებს და წაიკითხავენ რომ პატრიარქმა მთელი თავისი პატრიარქობა მიუძღვნა ჩვენი ერის აყვავებას, სულიერ აყვავებას, ჩვენს გადარჩენას, ჩვენს ბედნიერებას, ჩვენს სულიერ ზრდას და ცხონებას. და ძალიან გამიხარდა რომ ქართველმა ერმა და არა მარტო ქართველმა ერმა დაუფასა ჩვენ პატრიარქს ამხელა ღვაწლი და მოვიდნენ მის ცხედართან და მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც ეს ხალხი დაფიქრდება და იტყვიან რომ მე სინდისი მაწუხებს რომ ასეთი პატრიარქი მყავდა და მოდი იმ გარდაცვალებულ ადამიანს მაინც ვცემ პატივს და იესო ქრისტესთან მივალ ვისაც ის მე მიქადაგებდა ყოველთვის. მე მინდა მადლობა შევწირო ღმერთს, მე მინდა ჩვენი გუნდი დავლოცო ძალიან კარგად იგალობეს ბიჭებმა, მადლობა ბიჭებო, გაგაძლიეროთ ღმერთმა, ჩვენი სტიქაროსნები მინდა დავლოცო, მადლობა. მადლობა თქვენ ყველას, განსაკუთრებით ვინც რაიონებიდან, სოფლებიდან ჩამოვიდნენ, ეხლა ზურა დგას აქ, ქვემო ჭალადან და მეტყვის, ნუ გამომაცხადებ ხოლმე, ვინმე მორიდებული კაცია, ოჯახით ჩამოვიდა, მაგრამ ხო გაგითმება გული რომ ასეულობით კილომეტრი გამოიარა ადამიანმა, რომ ჩვენთან ერთად აღენიშნა მაცხოვრის წყინვალე აღდგომის დღესასწაული. მამა ზაზა მინდა დავლოცო, რომ დღეს ჩვენთან ერთად შეიმოსა და წირა, ჯანმრთელობა მინდა უსურვო. ჩვენი მამა ზაქარია მინდა დავლოცო, რომელიც ათონზე ბრძანდება, მისი ოჯახი ბრძანდება, მისი მრევლი ობლად არ იგზნოთ თავი, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ოჯახი ვართ, ჩემო ძვირფასებო, ერთი სხეული ვართ იესო ქრისტესი და თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, ვიქნებით ბედნიერები. ჩვენი მამა ექვთიმე, რომელიც ზურგზეც გადადის ყოველთვის დიდი მარხვა, ძალიან ბევრი იშრომა და ძალიან ბევრ შრომობს, ეტყობა კიდეც რამდენი დაიკლო. და აი ამიტომ მინდა რომ ერთმანეთს ღვაწლი დაუფასოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ. მომავალ კვირას არის კვირა ცხოვრობა. მომავალ კვირას რომ მოვალ და თქვენ აღარ დამხვდებით, გული მეტკინება. მართლა მეტკინება გული, იმიტომ რომ ღმერთმა ხო ჩვენ მოგცა წყალობა, მოგცა მადლი, მოგცა ზიარება, ყველაფერი და რატომ გვავიწყდება? რატომ მივდივართ? რატომ არის რომ ძალიან მარტივად მივატოვებთ ხოლმე მოძღვარს, მარტივად მივატოვებთ ხოლმე ეკლესიას და მერე ვიძახით რომ რა გვჭირს ამ ქართველებს ასეთი კაცო, რით ვეღარ გავიმართე წელში. ყველაფერი ჩვენი ბრალია, ჩემო კარგებო. ყველაფერი არის ჩვენი უსულგულობის და დაუდევრობის ბრალი. მოდი ტრადიციები დავარღვიოთ და ამის მერე აღარ მათქმევინოთ ეგ სიტყვები რომ სადახარ მოდი იარე, იმიტომ რომ ტაბლა ყოველთვის გამზადებულია. დღეს კოცონი, რომელიც საკურთხეველზე აინთო აღდგომის 48 კვირის განმავლობაში იქნება ანთებული, ყველა კვირა არის აღდგომა, ყველა კვირას ტაბლა გაშლილია და ყველა კვირას დაპატიჟებულები ბრძანდებით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მრავალ აღდგომას დაესწარით. ქრისტე აღსდგა.